არგუმენტების დრო ბრუნდება პირდაპირ და როგორც დაკავშირებით გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბატონ დიმიტრი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ ოფიციალური წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატზე. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი ერთგული რესპონდენტი იყრისკენ სამ თანამდებობაზე. ჩვენსაც ძალიან დიდი პატივი ასეთი შეფასება. თქვენი წარდგენა რამდენიმე წუთის წინ ფაქტიურად დასრულდა. დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ პირველად ჩვენს ეთერში მობრძანდით და მოდით, რა კი ოფიციალურად დაიწყო უკვე საარჩევნო კამპანია თქვენი და მთლიანად ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის. მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რატომ უნდა აირჩიოს თბილისმა, რატომ უნდა აგირჩიოთ თბილისელებმა თქვენ. რას თავაზობთ თქვენ თბილისის მოსახლეობას? კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მართლაც იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩემ ცხოვრებაში, 46 წლის გახლავართ და ჩემი სათაყვანებელი ქალაქის, რომელშიც დავიბადე, გავიზარდე მერობის კანდიდატად წარდგენა, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი პატივია, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და სანამ არ გამოცდი ამ ფაქტს, ასე ვთქვათ, ძალიან რთულია ამის წარმოდგენა და აი დღეს სწორედ აი ამ ფაქტის წინაშე დავდექი. მინდა მადლობა მოვახსენო ყველა ადამიანს, ვინც დღეს ბრძანდებოდა ძველი თბილისის იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩატარდა ეს წარდგენა, ეს არის დღესდღეობის ქუჩის ბოლოში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი და მართლაც შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო დღევანდელი დღე. საქმე იმაში გახლავთ, ეხლა მე უსმენდი თქვენს პატივცემულ ექსპერტებს, რომლებსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და გარკვეული საქმიანი ურთიერთობაც მქონდა მათთან საპარლამენტო ცხოვრების პერიოდში. მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ ზოგიერთი გარემოება გამორჩათ. გამორჩათ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თბილისში მერად არჩევის პროცედურა საკმაოდ გართულებულია. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, საარჩევნო სიების ფორმირების წესი სამწუხაროდ მიუხედავად დაპირებისა ქართულმა ოცნებამ მაინც გადადო სამერმისოდ, იმ იმედით, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მოყვებოდა, როგორც ისინი ამბობდნენ, ერთი შეკრული ციკლი და საბოლოო ჯამში მუნიციპალური არჩევნების დამთავრების შემდგომ ისინი იწყებენ მოგეხსენებათ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას და რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პირდებიან თავის ამომრჩეველს და საქართველოს საზოგადოებას იმ ცვლილებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2011-12 წლებში იყო ინიცირებული და რომელსაც დიდ რვიანში შემავალი, პოლიტიკურ რვიანში შემავალი პარტიების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს არის ქართული ოცნების შემადგენლობაში, მხარს უჭერდა, გაგახსენებთ. და საარჩევნო სიებისა და საარჩევნო კომისიების ფორმირების წესი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, იყო ერთ-ერთი უმთავრესი და გამსაზღვრელი და დღეს მონოპოლიზირებულია ეს სივრცე, ისევე როგორც მონოპოლიზირებულია მთელი პოლიტიკური სისტემა, ვინაიდან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთი პოლიტიკური სისტემის შვილნი არიან, მათი კოაბიტაცია საბოლოო ჯამში გადავიდა იმ ფაზაში, როდესაც ისინი გარკვეულ თანაზიარ ვალდებულებას გრძნობენ დასავლეთის წინაშე, დასავლური ინსტიტუტების წინაშე, დასავლელი პარტნიორების წინაშე, რომ ბოლომდე გაამართლონ მათი ნდობა და დემოკრატიის ნიშნით და დემოკრატიის საფარვალ ქვეშ საბოლოო ჯამში მოახდინონ ნაციონალური მოძრაობის რეაბილიტაცია, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ საზოგადოებას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების არაერთი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ თურმე, მე გავიხსენებ გუშინდელ თუ გუშინწინდელ განცხადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბატონი ირაკლი ალასანიასი, რომ ჩვენ მოგვიწევს თურმე ვაპატიოთ რაღაცეები ნაციონალურ მოძრაობას და აქვე შედარება მოდის საკმაოდ აპატიოს ბატონმა ირაკლიმ, მაგრამ აბსოლუტურად აცდენილი იმ რეალობას, რაშიც ფასდება ნაციონალების პატიების შესაძლებლობა, რომ მისი მამის გარდაცვალების გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც მან აპატია აფხაზებს, ხო? ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. მე როგორც პოლიტიკოსისგან, ბატონი ირაკლისგან ვითხოვ და ვთხოვ მას, რომ კიდევ ერთხელ განმარტოს, როგორ შესაბამისობაში შეიძლება იყოს მოყვანილი ბრძოლაში გმირულად გარდაცვლილი ადამიანის, კი ბატონო, აფხაზების მიერ მოკლული ადამიანის შვილის მიერ აფხაზებისთვის პატიება და შედარება ამ ფაქტისა დანაშაულებრივი რეჟიმის მაღალჩინოსნების გასამართლების შეუძლებლობასთან იმ პირებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ დანაშაულ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ.
ის თუ აფხაზებისთვის ომი იყო, სამამულო თქვათ, როგორც ისინი თვლიან, აქ ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსული ძალის პოლიტიკური თანამდებობის პირები დემოკრატიის საფარველო ქვეშ პირდაპირ ახდენენ საკუთარი მოსახლეობის გაღატაკებისა და ქვეყნიდან განდევნის პოლიტიკას ყოველდღიურ დონეზე და ამას სოციალური და დემოკრატიული ლაბორატორიის ფარგლებში ჩატარებული რაღაცა ექსპერიმენტების დონეზე მოიხსენიებდნენ. ეს ხო ძალიან კარგად გვახსოვს. ეხლა ქვეყანას, რომელსაც 200 პოლიტიკური პატიმარი ყავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღიარებული ყველა კრიტერიუმით. ხაზი მინდა გაუსვა. შესაბამისი დადგენილებით ამასაც ხაზი მინდა გაუსვა. და მაშინ როცა ამ ადამიანების მიმართ კანონიერ ძალას შესული განაჩენები დღემდე უცვლელია და დღემდე ეს ადამიანები ითვლებიან როგორც დამნაშავეები, რაც აღიარებულია საქართველოს სახელმწიფოს სახელით დადგენილი განაჩენებით. რაზეა საუბარი საერთოდ, ხო? ის რომ თქვენ თუ შეიძლება ასე ითქვას, ამორჩეულს პირდებით, რომ შორიდან დავიწყე და მადლობთ რომ შემახსენეთ, კი ბატონო, ვასრულებ აი აზრის განვითარებას და საბოლოოდ მინდა გითხრათ. ჩვენი პოლიტიკური ძალის ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის პოლიტიკური ძალის, რომელშიც 4 სუბიექტი არის გაერთიანებული, შემოჭრა პოლიტიკურ ველზე, შემოჭრა ბრძოლის ველზე, მოდით პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს ბრძოლაში შესვლა ჩვენს ამორჩეულთან ერთად და მოსახლეობასთან ერთად. ეს იქნება აი მოჯადოებული, მონოპოლიზირებული პოლიტიკური სივრცის გარღვევის მცდელობა, რომელიც აღარ მისცემს საშუალებას ქართულ ოცნებას და მასთან ჩახუტებულ ნაციონალურ მოძრაობას არჩევანი არადანის პრინციპით გაიყოს ხელისუფლება, რომ ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის მანკიერი ტრადიციები აღარ გაგრძელდეს. თორე ჩვენ აუცილებლად დავიღუპებით და ამ დაღუპვის გზაზე დგას უკვე საქართველოს. დღეს არის ქვეყნის გადარჩენის შესაძლებლობა თვითმმართველობის დონეზე, იმიტომ რომ სწორედ თვითმმართველობა, სამართლიანი არჩევნები და საარჩევნო კანონმდებლობა და გამჭვირვალე სასამართლო ქმნის დემოკრატიისთვის აუცილებელ სამ ძირითად საყრდენ წერტილს. და ჩვენ ვიწყებთ უმთავრესით, ეს არის თვითმმართველობა, რომელშიც აუცილებლად უნდა შევაღწიოთ, აუცილებლად უნდა შევიდეთ, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ხალხის მმართველობის დამკვიდრება აი ამ პოლიტიკურ მანკიერ სისტემაში, რომელიც დღეს ორი პარტიის ფორმალურად ორი პარტიას შორის გათამაშებული პოლიტიკური თამაშებით რეალურად ერთპარტიული სისტემით ხორციელდება. გასაგებია, ანუ პოლიტიკური მიზანი თქვენი ბრძოლის, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე არის ორი პარტიის დომინაციის დასრულება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთი პარტიის და მასთან კოაბიტირებული და მასთან შერწყმული, იმიტომ რომ დღეს ძალიან ძნელია, ბატონო, დამეთანხმეთ რა, რომ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი მათ შორის, ყოფილი პარლამენტის წევრები, რომლებიც თავგამოდებული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, დღეს უბრალოდ ფერი აქვთ ნაცვალი. იყვნენ თეთრ წითელში, არიან ახლა მუქ ლურჯ ცისფერში. გასაგებია, მე ტერმინებზე არ ვიდაოთ, ანუ აი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მმართველობა, რომელიც დღეს არის ფაქტურად მართლაც. ანუ ერთი პოლიტიკური სისტემის ამის დასრულება. მაგრამ აი გახდეთ თბილისის მერი დაუშვათ. უფრო კონკრეტულ ნაბიჯებზე რომ გადავიდეთ, რას გააკეთებთ? თქვენ თბილისის მერის პოსტიდან შეძლებთ დაუშვათ კოაბიტაციის დასრულებას. აი წარმოიდგინეთ ახლა. თუნდაც დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის იმ წევრების გასამართლებას, რომლებიც გასამართლებასაც მოსახლეობა ითხოვს. თუ ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 1/4 რაოდენობრივად მოქცეულია მის პოლიტიკურ დედაქალაქში თბილისში. ამ ქალაქის მერობა, რა თქმა უნდა, არის უსერიოზულესი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ბერკეტი. პოლიტიკური ბერკეტი, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ძალიან ეფექტურად ჭყალებში იყენებდა საკუთარი პარტიული მიზნებისა და ამოცანების ამოსახსნელად. თქვენ იცით, რომ ქალაქის 800 მილიონიანი ბიუჯეტი მთლიანად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. და არ ახალია ის ინფორმაცია, რომელიც თავის დროზე სისხლის სამართალწარმოების მოთხოვნით გაჟღერდა. როდესაც მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მთელი რიგი სამეთვალყურეო საბჭოებიც კი იყო შექმნილი მუნიციპალურ საწარმოებთან, მოგონილი თანამდებობები იყო და მოგონილი ვაკანსიები იყო შექმნილი იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გაეფორმებინათ, დაერიგებინათ ეს ხელფასები, შეექმნათ ფსევდო დასაქმების პროგრამები, რომელიც ითვალისწინებდა 2-3 თვის ვადით დასაქმებას იმისთვის, რომ აქტივისტვის ხელფასები გადაეხადათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ თუ კი ეს მანკიერება ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფრება და მე ვპირდებით ჩემს ამორჩეულს. ჩემი არჩევის შემთხვევაში
მე დავანგრევ ამ კორუმპირებულ სისტემას და თითოეული თეთრი, ყოველი თეთრი საქართველოს ბიუჯეტიდან მოხმარდება თბილისელებს და თბილისში მაცხოვრებელ ადამიანებს იმ პროგრამული დებულებების ფარგლებში, რასაც ძალიან ცოტა ხანში ძალიან სკრუპულოზურად პროგრამულ დებულებებთან დაკავშირებით მე მინდოდა ზუსტად ამ კითხვის დასმა. თქვენი აზრით, ალბათ ყველა თბილისელსაც აინტერესებს, თქვენი აზრით რა არის, რას მიიჩნევთ თბილისის მთავარ პრობლემებად დღეს, გარდა იმისა, რაც უკვე ბრძანეთ, რას მიიჩნევთ დავუშვათ პირველ რიგში შესასრულებლად, მეორე რიგში შესასრულებლად, რა ამოცანები დგას ქალაქის წინაშე თქვენი აზრით და რას გააკეთეთ პირველ რიგში? აქაც მინდა ლოგიკას მოვუხმოთ. რომ რიგითობა იყოს წყობრი სისტემით გაჯერებული. ანუ ეს არ იყოს რაღაცა სუბიექტურ აზრს დაქვემდებარებული პოზიცია, რომ აი ეს არის მთავარი პრიორიტეტი და ამის მერე ეს არის პრიორიტეტი. რა არის უმთავრესი ღირებულება? სიცოცხლე ხო ადამიანის და მისი ჯანმრთელობა. გასაკვირველი. აი აქედან გამომდინარე, უმთავრესი პრიორიტეტი არის ადამიანი და ოჯახი, როგორც მთავარი ღირებულება და ფასეულობა ამ საზოგადოების. ოჯახი ბუნებრივია ცხოვრობს თავის საცხოვრებელ ბინებში. ამ ქვეყანაში და დამეთანხმებით 2002 წლის 25 აპრილის შემდგომ, ანუ რაც ჩვენმა დედაქალაქმა განიცადა უსერიოზულესი მიწისძვრა, დღეს ჩვენი სახლების, ძალიან მოგრძალებულ ციფრს გეუბნებით 2/3 დედაქალაქში არსებული საცხოვრებელი ბინებისა არის უკიდურეს მდგომარეობაში, რაც ჩვენი თბილისის ისტორიულ ზონას კიდევ უფრო მეტად მძიმედ ახასიათებს. სწორედ ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით რაღაც მეგაპროექტებს კი არ უნდა ვიხილავდეთ ფისკალური ეფექტის მოგების მიზნით. არამედ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რაღაც არ მოხდეს თბილისში ისეთი, რაც სეისმომედეგობასთან არის კავშირში და დიდი კოლაფსი არ მოხდეს, დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა არ განიცადოს ჩვენმა ქალაქმა. ამიტომ ასეთი შენობების კონსერვაცია, ასეთი შენობების რეკონსტრუქცია, ასეთი შენობების მიმართ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, ჩემი აზრით, არის ის ლოგიკური პირველი ნაბიჯი, რომელიც პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში უნდა მოხმარდეს ჩვენს დედაქალაქს. მე ვფიქრობ, ამასთან ერთად, რაღა იგი სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვეხებით, ხო? გადავხედოთ იმ დოკუმენტებს, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი უფლებადამცველიც არ კითხულობს ამ ქვეყანაში. სახალხო დამცველი საანგარიშო მოხსენებები ვნახოთ. 2008, 9, 10, 11, 12 და 13 წლების ყველგან არის კატასტროფა. როდესაც საუბარი არის სოციალური საცხოვრისების უკმარისობაზე. როდესაც საუბარია, რომ სწორედ თვითმმართველობები უნდა აგებდნენ პასუხს იმაზე, რომ ამდენი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი, რომელიც ხელგაწვდილი ითხოვს შველას და 12000-ზე მეტი ადამიანი დგას რიგში დღეს იმისთვის, რომ მიიღოს სოციალური თავშესაფარი, სოციალური საცხოვრისი. ანუ სოციალური საცხოვრისი ეს არის შენობა ნაგებობა ფართი, სადაც ადამიანს არ აწვიმს, არ ათოვს თავზე და ელემენტარული პირობები აქვს შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანურ ღირსებას, ასე ვთქვათ, მისას არ მიადგეს ჭრდილი. რა უჭირდა ვერ გავიგე მაშინ, როდესაც 650 მილიონი ამ 9 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობამ თბილისის მასშტაბით თბილისის ძველი თბილისის რეაბილიტაციას მიუძღვნა. 650 მილიონი ლარი მოაგვარებდა აბსოლუტურად ყველა პრობლემას, მათ შორის სოციალური საცხოვრისებისა. ერთი შენობა არ არის აშენებული სოციალური საცხოვრისის ფარგლებში. გარდა შვეიცარიული პროექტისა, რომელიც კავშირში არ არის ბუნებრივია ასიგნებებთან საქართველოს ბიუჯეტიდან და შესაბამისად თბილისის ბიუჯეტიდან. რატომ არ შეიძლებოდა ეს საკითხი მოგვარებულიყო? 650 მილიონის ხარჯვას შევეხეთ, ხომ? და აქვე მინდა გითხრათ. მოდით გავაკეთოთ რევიზია და მე პირდები საზოგადოებას ამას პირველად არ ვამბობ ახლა თქვენ ეთერში, რომ ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნება აქამდე წარმოებული ბიუჯეტის ხარჯვითი, ასე ვთქვათ, ნაწილის რევიზია. რას ხმარდებოდა ბიუჯეტი, რაზე იყო გაწერილი, რა კონკრეტული შედეგები დადგა და ძალიან მარტივი მაგალითი, რომელიც ყოველთვის მომყავს ხოლმე. ეხება კოოპერატიული ბინამჩნევლობებით დაზარალებულ ადამიანებს, რომელთა წინაშე არსებული ვალი სახელმწიფო შიდა ვალშია გაღიარებული. რამოდენიმე ათეული მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანთა პრობლემა მოგვარდეს. როგორ გადაწყვიტა ეს პრობლემა ნაციონალურმა მოძრაობამ? ეს პრობლემა სათავეებს იღებს 90-იანი წლებიდან. ეს არ გეგონოთ თქვა ახალი პრობლემა. ძველიდან იწყებს და ეს არის ცენტრალური ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება, აქვე ესეც მინდა გითხრათ. მკითხავთ რა შუაშია ქალაქის ბიუჯეტი, ხო? ანუ თქვენ აპირებთ ქალაქის ბიუჯეტი? არა, მე გეტყვით რას ვაპირებ. მე ვაპირებ იმას, რაც უკვე გააკეთა ნაციონალურ მოძრაობამ, რომ ეს იქნეს გამოკვლეული თავიდან ბოლომდე. 2004 წელს ცენტრალური ხელისუფლების დავალებით ქალაქის მერმა იმ დროინდელმა ბატონმა ჭიაბერაშვილმა მოახდინა ინვენტარიზაცია ამ ქონების. აქ ლაპარაკი არის 550.000 კვადრატულ მეტრ ფართზე.
რომელიც უნდა აშენებულიყო კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე. სწორედ აი ამ მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია მოახდინეს ამ ადამიანებმა 2005 წელს გამოიტანეს საჯარო აუქციონებზე, ძალიან ბევრი გაყიდეს პრეფერენციულ ფასებში, რომელიც წილად ხვდა შეძენის დონეზე იგივე ბატონ ბენდუკიძეს და მსგავს ოდიოზურ ფიგურებს, ხოლო რაც დარჩა ის შემდგომში დაიტვირთა კონკრეტულ კომერციულ ბანკებში, მათ შორის ქართულ ბანკში, ეს 2009, 2010, 2011 წლის ფაქტებს გიყვებით და შემდგომში ეს მატერიალური აქტივები გადავიდა ბანკის საკუთრებაში. აქ ლაპარაკია უხილშესანიშნავეს ტერიტორიებზე, მიწის ნაკვეთებზე, რომელიც მათ შორის ძველი თბილისის ტერიტორიებსაც მოიცავს. და ის 650 მილიონიანი ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდს შეწირული თანხები უნდა გახარჯულიყო იმ მიმართულებით, რომ ძველ თბილისში, იქ სადაც ფრანგული მოდერნის სახლებია, ხო, მე-19 საუკუნის ძეგლებია, ლაპარაკია სოლოლაკზე, ხარფუხზე, კალაზე, მიდბრძანდით და ნახეთ რა მდგომარეობაშია. მე პირველი ვიზიტი სწორედ იქ მქონდა მოსახლეობასთან. უმწვავეს მდგომარეობაშია. ეგრეთ წოდებული ინვესტორები, რომლებსაც ჩვენი მაღალჩინოსნები წარმოადგენდნენ რეალურად და მათი ოჯახის წევრები, იღებდნენ ამას გარკვეული ვალდებულებების ქვეშ და ვალდებულება გულისხმობდა იმას, რომ ეს შენობა უნდა დარჩენილიყო ამ შენობად და მისი რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, იღებდნენ, შიგნავდნენ შიგნიდან და ელოდებოდნენ, როდის განადგურდებოდა ეს ნაგებობა, რომ შემდგომში ის გამხდარიყო სამშენებლო ტერიტორია, სამშენებლო მოედანი. ბატონო ზვიად, ერთიც მინდა გითხრათ, ის ფაქტი, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა და სტრატეგია არ აქვს ქალაქს. ქვეყანაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, თბილისს. ეს არაფერზე არ მიგანიშნებთ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი პირდაპირ ავალდებულებდა თბილისის ხელმძღვანელობას და მერიას, რომ ასეთი პოლიტიკა ჰქონოდათ. და ესეთი პოლიტიკის არ მიღება განპირობებული იყო სწორედ იმ ფისკალური და ბიზნეს ინტერესებიდან, რომელიც ძველ თბილისში ხელის ფათურის შედეგად მათ მოგების სახით უნდა მიეღო და ეს პირდაპირ კავშირშია მიწის ხელში ჩაგდებასთან. აქ შენობა ნაგებობა არავის არ აინტერესებდა, აქ აინტერესებდა ყველას მიწა, რომელიც შემდგომში გახდებოდა მათი ბიზნეს ინტერესების განხორციელების ადგილი. ბატონ დიმიტრი, ძირითადი პრიორიტეტები მე ვფიქრობ გასაგებია. მოდით ვისაუბროთ იმაზეც, თუ რამდენად, როგორ აფასებთ თქვენ თვითონ თქვენს შანსებს, რა ნაწილი გიჭერთ მოსახლეობის მხარს ამჟამად და როგორ ფიქრობთ საბოლოოდ იმ პერიოდისთვის, როდესაც უკვე გაიმართება არჩევნები, რა შედეგს მიიღებთ თქვენ და ფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნებში იქნება მეორე ტური? ხო, კი ბატონო, აი ეს მეტნაკლებად პასუხობს იმ საკითხს, რითაც დავიწყე მე თქვენი ექსპერტების შეფასება მოვისმინე და ნება მიბოძონ მათ, რომ არ დავეთანხმო რაღაც საკითხებში. პირველ რიგში დავიწყე და აღარ დავამთავრე იმითი, რომ ბარიერი, რომელიც უნდა გადალახოს გამარჯვებულმა, არის 50%. მინდა გითხრათ, რომ დღეს არსებული ყველა კვლევის მიხედვით და ყველაზე ნაკლებ საიმედოდ მივიჩნევ სხვათა შორის აირაის კვლევებს ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ პოლიტიკოსთა საქმიანობის ნდობის გამომხატველი რეიტინგების საკითხში ძალიან ხშირ შემთხვევაში NDI-ს და აირაიც გარკვეულ შეცდომებს უშვებდნენ ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში აირაიც და ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები, საინფორმაციო პორტალები, ის სოციოლოგია, რომელიც გამოკვლევას ახდენდა ამ მიმართულებით, ყველა ერთად ცხადყოფს, რომ ბატონ ნარმანიას, რომელიც გახლავთ ქართული ოცნების კანდიდატი, გაუჭირდება 50%-იანი ბარიერის გადალახვა. მე არ დავკონკრეტდები იმ პროცენტებზე, უბრალოდ ეს არ იქნება ჩემი მხრიდან კორექტული, მაგრამ მას ძალიან გაუჭირდება 50%-ის გადალახვა. აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა გვაძლევს ჩვენ იმის თქმის უფლებას, რომ საზოგადოება დაინტერესებულია რეალური ოპოზიციური ძალის წარმოდგენით ზოგადად ხელისუფლებაში. იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში 2016 წელს. მეცაც გეტყვით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იმედს ამყარებს, რომ ახალი პოლიტიკური ერთიანი ოპოზიციის შემოყვანით თვითმმართველობაში დაჩქარდება ლეგიტიმური მოთხოვნა საზოგადოებისა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, იმიტომ რომ სტაგნაცია არის სახეზე, უძრაობა არის სახეზე. რეალურად ქვეყანა ვეღარ ვითარდება იმის გამო, რომ ეს მახინჯი კოაბიტაცია საბოლოოდ როგორც პოლიტიკური სისტემა ისე ჩამოყალიბდა და ის თავის თავს ხრავს, თავის თავს სპობს, თავის თავს ანადგურებს. საჭიროა ახალი სისხლი. საჭიროა ეროვნულად მოაზროვნე პროფესიონალთა გუნდი მოვიდეს თუნდაც დასაწყისში თვითმმართველობის დონეზე 12 თვითმმართველი ქალაქი, 12 ახალი მერობის კანდიდატი.
ახალი მუნიციპალიტეტის გამგებლების ვაკანტური, ასე თქვათ, არჩევითი თანამდებობები. 2000-ზე მეტი წარმომადგენელი რაიონულ საკრებულოებში. ეს არის მართლაც რეალური იმედი იმისა, რომ ახალი სახეების წარმოქმნის პოლიტიკაში ჩვენ დავაჩქარებთ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამ შემთხვევაში იქნება გარანტირებულად, ასე თქვათ, დღის წესრიგში დასაყენებელი ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას. გასაგებია ბატონო დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. არგუმენტების დრო კი დღეს ამ გემშვიდობებად. გადაცემის ბოლოს მინდა მადლობა გადაუხადოთ მაყურებელს ყურადღებისთვის. ხვალ 21 საათსა და 30 წუთზე გადაცემას გაუძღვება ჩემი კოლეგა მიხეილ ჭაბუკაშვილი. მე კი სამშაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.